გუშინ წერილი გამოქვეყნდა პრეზიდენტის უწყებამ გააჟღერა რომ ოფიციალური მილოცვა მიიღეს დონალდ ტრამპისაგან, სადაც რაღაც კონკრეტული ციტირება იყო, რომ რაღაც ტრამპი ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და იმედოვნებს, რომ რაღაცა ნორმალური პროდუქტიული ურთიერთობები ექნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. უბრალოდ რომ დავაზუსტოთ, აი შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს, წერილი კი არ გასაჯაროვდა თვითონ. წერილთან დაკავშირებით ინფორმაცია გაასაჯაროვა აველაშვილის უწყება. ხო, თვითონ ამერიკულ მხარეს ეგ წერილი არ დაუდია არსად. არსად არ ჩანს. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიპოვეთ. არა, ვერავინ ვერ იპოვა. იმიტომ რომ თვითონ აი კრიტიკულმა მედიებმაც დაიწყეს მოთხოვნა, რომ აი დადეთ ეს წერილი სადევს ორიგინალში და ეხლა ბოლო-ბოლო ხომ მიუთითებდა ოცნება, რომ აი აქტებს. ეგეთი ანუ საჯაროდ ამერიკულ მხარეს არ გაუსაჯაროები ეგეთი წერილი. ოღონდ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ჩემთან მოვიდაო და ეხლა მე არ მგონია რომ სკრინი მაშინ. ხო, მაგრამ მე რავი, მე მიუხედავად იმისა, რომ სკრინი არ დადეს, მე ხა ძალიან საეჭვო მგონია, ანუ ძალიან ნაკლები რეალური მგონია ეგ ვერსია, რომ თვითონ დაწერეს. ამის გაყალბების ალბათობა არა, კი ბატონო, არც მეც ხა ყველაფერი შეიძლება ქართულ ოცნებაზე იფიქრო, მაგრამ ხა ტრამპმა წერილი მომწერა და ჩემი თავკრიფე, ნუ იმედი მაქვს, რომ ხა მან არა ვართ ჯერ მეც ნაკლებად ვარაუდობ ხა. იმედია მანამდე არ ვართ მისულები, რომ ეგეთი რაღაცა გაყალბდა. მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდი ალბათობით ამას დაადასტურებდა, რომ ეს მართლა ყალბია. წინა დღეს ხო ვიზეიმე დამოუკიდებლობა, რას ნიშნავს? აი ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს რა, არავის ჭკუაზე არ დავდიოთ და მეორე დღეს არის რომ ამერიკის პრეზიდენტმა წერილი. არის თუ არა ეს ბილეთი? ეგ უფრო ვიზეიმეთ ვიდრე. ხო, მე მგონი ეგ უფრო ვიზეიმეთ. ოცნების ამომრჩევლებს ეგ უფრო გაუხარდათ ვიდრე მე მგონი ყველას ახლა თავს ვერ დავიბრალებ, მაგრამ ძალიან ბევრი აქტივობებს რომ ახლა ვაკვირდებოდი ამ წერილზე ბევრად უფრო აღთოვანებულები იყვნენ და არ ვიცი, რაღაც ნებიანი პოსტები იწერებოდა, ვიდრე დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და სხვა შორის ეგა ერთ-ერთი პრობლემა, რომ ჩვენ სამწუხაროდ ვეღარ მოვიშორეთ აი ეს წარსულის, სხვათაშორის წარსულშიც არაერთხელ მოხდა რა. სამწუხაროდ მე პირადად ვულოცავ ამათ მაგ წერილს. მე გულით ვულოცავ ამათ მაგ წერილს. არა, მაგ წერილს ყველა დულოცავ იქიდან გამომდინარე, რომ ეგ წერილი რომ მაგ წერილით დასრულებული წერილი მოხდა. არა, ხო. წერილს ხო არ ნახე რა მოხდა ჩემი აზრით. იმათ ეგ წერილი მართლა მიწერეს ოცნებას. ისე რომ არსად არ დადგეს, თანი გალაპარაკეს, რომ უეჭველი წერილი გვაქვს და იმათ აბასად არის და რაღაცა აი ამ გარჩევებში იყოს, აი ეხლა წერილი არის თუ არა ეს, აი ამ გარჩევებში აზეიმეს, აი ვართ თუ არა დამოუკიდებელი ეგრე და აპირებდნენ მაგაზე მოეყოლებინათ მეორე წერილი. აზეიმეს ამერიკის მნიშვნელობა, ხაზი გაასმევინეს, რამხელა მნიშვნელობას ესენი ანიჭებენ ტრამპთან დალაგებას. რომ მზად არიან ძალიან ბევრ ამაზე ტრამპთან დალაგებისთვის და მოაყოლეს წერილი, ღია წერილი, აი შემდეგი შინაარსი. მოდი ეს წავიკითხოთ, ხო? ამერიკის საელჩომ გააცელა ეს წერილი. აშშ-ის საელჩოს განცხადება პარტია ქართულ ოცნებასთან კომუნიკაციის შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობა შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნებას. ნახე, ეს წერილი საჯაროდ რო გავრცელდა, რა კონკრეტული მესიჯები აქვს ჩამოთვლილი
ზოგადი დიპლომატიური რევერანსების გარდა მოდი ჯერ მოვნიშნოთ, სანამ ასე თქვათ ანალიზე გადავთ. პირველი ივანიშვილთან შეხვედრა გვინდოდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისგან მისადმი არსებული გზავნილი გადაგვეცა. ეგ ხო არის ნათქვა? არის. მაგითი რა ირკვევა, რომ ჯერთი ამერიკის შეერთებული შტატები თulis, რომ ამ ქვეყანაში ხა ფორმალური, არაფორმალური ესეთი მართველი ბიძინა ივანიშვილია. შეიძლება კობახიძე პრემიერია, მაგრამ მართველი ბიძინა ივანიშვილია და მასთან უნდათ კომუნიკაცია, ეგ ერთი. რაც მართალია, ხა მართლა ბიძინა მართავს. უსაფუძვლოდ არ თუ. ხო, არ არის, ხა ბიძინა მართლა მართავს ქვეყანას. მაგაში ამერიკელები არ ცდებიან ბიძინას ხელშია ქვეყანა. კი ბატონო. ეხა მეორე. ბიძინა ივანიშვილმა ამაზე უარი უთხრა. ანუ კომუნიკაცია ვერ შედგა, ვერ გადასცეს, ასე ვთქვათ, იქ ულტიმატუმი იყო თუ თხოვნა თუ შეთავაზება თუ მუქარა თუ რაც გამოაგზავნა იმ ამერიკამ, კომუნიკაცია ვერ შედგა. მაგითი ახლა ეს რო საჯაროდ გამოაქვთ ამერიკელებს. ეგ ხო თავში გულისხმობს, რომ ხალხო რო იცოდეთ ლაპარაკი გვინდოდა და არ დაგველაპარაკა. ეგ ხო მაგის დემონსტრაცია არის. აი და რა სჭირდებოდა მაშინ ამერიკა როგორც წესი ეგეთ რაღაცები ხო კულუარებში გვარდება ხოლმე რომ აი მოდი რა შეხვედრა გამიკეთე და არა ეხლა ვერ გაიკეთებ შეხვედრა სხვა სელაპარაკე და არა შეხვედრა გვჭირდება ეხლა ეგეთი პროცესი ყოველთვის რჩება ხოლმე დახურულ კარს მიღმა. ამ მომენტში ამერიკის საელჩომ ესე გამოამზეურა რომ ბიზნესთან ლაპარაკო გვინდოდა და ბიზნესთან არ გვალაპარაკებ. ხო, ანუ სხვადასხვა ვერსიები შეიძლება იყოს მანძად. აქ ერთი დეტალი დავამატოთ. ნიშნულოვანი დეტალია რომ ჩვენ გვინდოდა შეხვედრა რომ გადაგვეცა კონკრეტული გზამკვლევის და პირობების შესახებ, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, რომ თუნდაც გვაჩვენონ, რომ მათ მართლა აქვთ სურვილი ურთიერთობების ნორმალიზაციის, და პირობები მიქვთ. ეგ ნიშნავს ჩვენი ამ მოლაპარაკებებში ჩვენი პირობების დაყენებას ვაპირებდით კონკრეტულად ივანიშვილისთვის და ზეწოლის ფორმა რეალურად ეგ რომ რაღაც პირობების წაყენებას ვაპირებ. თუ ამას ზეწოლის ფორმა არ აქვს, საჯაროდ რო ავრცელებენ მაგის რო გადავთარგმნო ჩვეულებრივ ენაზე, ეგ ნიშნავს რომ უარი ამათ თქვეს ლაპარაკზე და ეხლა რაც მოხდება, ამათი ბრალი. ჩვენ არ გვიტყვია უარი, ჩვენ მოწადინებულები ვიყავით კონსტრუქციულ დიალოგზე. უბრალოდ ამ კონსტრუქციულ დიალოგში გაწერილი იყო პირობები, რომლებსაც ვაყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაცია მოხდეს. იქიდან კი არა. სინამდვილეში მან რაღაცა ცუდი პირობები უნდა ყოფილიყო აპრიორი, იმიტომ რომ რაღაცა კაი სათქმელად რო ყოფილიყვნენ ბიზნესთან გამოგზავნილი და ბიზნეს არ მიიღო, კი არ გაასაჯაროებდნენ. კიდე ეცდებოდნენ, რომ არა ძალიან გთხოვთ რამენაირად დაგვალაპარაკეთ, ძღვენითა ვართ ხელდამშვენებული მოსული, თქვენთან ტრამპს უნდა დარეკვა. კარგი რო ყოფილიყო, ბიზნესა მიიღებდა. ხო. ამიტომ მან პირობები იყო რაღაცა ცუდი. აი მუქარა ულტიმატუმი რაღაცა ეგ. მაგაზე პასუხისთვის ხო არ წავიკითხოთ ივანიშვილის პასუხით. ივანიშვილმაც გასცა პასუხი. ძალიან ბევრ ამას წავიკითხოთ თლიანად, იმიტომ რომ არის მოზდილი წერილი, მაგრამ სიამბლეში ყველა დეტალი საინტერესოა. დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 22 მაისს უარი განუცხადა ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ანუ შეხვდა საელჩო ელჩი. კომუნიკაცია იყო. გარკვეული კომუნიკაცია შედგა საელჩოს წარმომადგენლების პრემიერ-მინისტრთან, მთავრობასთან, რომ ივანიშვილთან შეხვედრა მომიწყეთო. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა შეხვედრაზე უარი განაცხადე. ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში შარშან ბატონ უბრაენსაც უთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა.
შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზი თქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განუმარტე. წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული ამერიკულმა მხარემ დავიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ ფორმალური სანქციები. ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს, მაგალითად შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული. ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმეჩნია. ასე დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება თუნდაც განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც. ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მალ არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ 2022 წელს, როდესაც სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე. გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩის შეხვედრა, რაც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადაიდო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა. იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამე თუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიგნის ერთი მხრივ კომპლექს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მიიღო. თუმცა ამაზე არავითარი პასუხი არ მიიღია, შესაბამისად ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხის შანტაჟი აინტერესებდა. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი კი არ არის ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისა. შეიძლება მათ თქვან, რომ მე როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე, თუმცა ამასთან დაკავშირებით მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არაცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი. იმედი მაქვს ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ანუ საკმაოდ საინტერესო. ძალიან საინტერესოა და სინამდვილეში ხსნის პასუხს. აი ბოლოდან რო დავიწყოთ რა. ბოლო აქცენტიდან, სანამ აი დანარჩენ ტექსტს გავიღო. აი მან თქო იყო ეგეთი, მე მგონი მაგაში ხა ივანიშვილი აბსოლუტურად მართალია, საკითხს რო ეგრე აყენებს, რომ ბიჭო, რავი, აგერ პრემიერ-მინისტრს შეხვდით. რა პრობლემა არის? ეგ ხო მართლა ლოგიკური კითხვა არის, რომ აი მარტო ბიზნესთან გვინდა ლაპარაკი, ეგრე რო არის დაყენებული საკითხი. ეგ ხო მართლა ეჭვებს იწვევს. იმიტომ რომ გასაგებია რომ პირველი პირია დე ფაქტო. მაგრამ ნუ რაღაცა იერარქია ხო არსებობს და ეხლა კანონმდებლობით და ისეც ეხლა როგორც დალაგდა მან სიტუაცია, ჯერ ერთი კობახიძის ჯგუფმა სრული ძალაუფლება აიღო, დღეს შის მინისტრიც კი გამოიცვალა და მან ხო შეიძლება ეგრე მიუდგე, რავი ხა ამერიკას პირველი პირი ტრამპი ყავს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ ჩვენებურად იმ და ამერიკულად სახელმწიფო დეპარტამენტის შეფი რუბიო, რომ რაღაცა მესიჯს აგზავნის, ანუ ხა იერარქიით პირველი პირი არ ცდილობს კომუნიკაციას და ჩვენთანაც რავი ხა ფორმალურად პირველი და იერარქიულად მეორე პირი თუ გაესაუბრება ეხა ელჩს, მან რა არის, რა პრობლემა არის, ხო? ანუ ეგ კითხვა ხო ლოგიკურად ჩდება რა?
კი, ეგ კითხვა აი ლოგიკა. რა შინაარსი უნდა იყოს იქიდან გზავნილის, რომ ოცნების ქვედა ანუ რგოლებმა ეგ არ უნდა მოისმინონ და მარტო ბიძინამ უნდა. ნუ რაც გააჟღერა, ბიძინამ ეგ შინაარსი უნდა იყოს. ანუ რაც ახსნა. იმიტომ რომ აიხსნა აი მოდი შენ დაგილაგდებით და ისინი არა ანუ შენი ფული მოწყვლადი ხარ შენ ადვილად მოწყვლადი ადამიანი ხარ იმიტომ რომ შენი ფული ჩვენ ხელშია ხო და ანუ მან ხო ეგეთი კონტექსტი იკვეთება რომ ამერიკელებს ამოცანა არის რომ აი მოდი პირადად ბიძინას დავულაგდეთ და არა ოცნებას როგორც რაღაც ერთობას და ანუ ბიძინა ივანიშვილი თუ თავისი რაღაცა პირადი ინტერესების და ფინანსების გამო აქ ამ პოლიტიკურ სტრუქტურას ფეხზე დაიკიდებს, ეგეთი შეთავაზება უნდა იყოს როგორც ჩანს. ნახე, პირადად ბიძინას დაულაგდეთ. ვერსიით ეგ არის, კი ბატონო. პირადად ბიძინას დაულაგდეთ, ეგეც არის. ოღონდ მან როგორ რაღაცა ნახე. ოცნების პრობლემა ხო ის არის, რომ ნუ ივანიშვილის გარეშე მდგრადობა არ გააჩნია შიგნით. თვითონ ამ პოლიტიკურ ძალას ივანიშვილი აუცილებლად საჭირო უნიშნელოვანი კომპონენტია კონსოლიდაცია რო არსებობდეს. მაგრამ მაგის გარეშე მხოლოდ ზეწოლის ბერკეტები ამერიკიდან რომ მოდიოდეს აი წევრებზე რომლებიც აი ხა ვიღად მილიარდერები არავინ არ ყოფილა და უბრალოდ ძალიან ბევრად მეტ ბენეფიტებს იღება ხელისუფლებაში ყოფნისგან ვიდრე არ ვიცი აი რა უნდა დაადოს ახლა ამერიკის საელჩომ ისეთი სანქცია რომ აი მაგალითად აი გომელაურს ისე დააზიანოს როგორც აი რა ვიცი მინისტრი რო არ ყოფილიყო და ჩვეულებრივი კაცი ყოფილიყო მაგ პირობებში რა შესაძლებლობების ექნებოდა ხო მაგალითად ამიტომ ეგ რგოლი ზედარგოლი ნაკლებად მოწყვლადი აი სულ სანქციები დაემუქრონ მათი ფინანსური და ძალაუფლების ყველანაირი შესაძლებლობა დგას ეხლა ხელისუფლებაში ყოფნას. ამიტომ ისინი საკითხს ისე დააყენებენ, რა ვიცი, რაც გინდა დამადეთ, ეგ ისე ვერ დამაზიანებს, როგორც ხელისუფლების დაკარგვა. და ზეწოლის ერთადერთი აი ესეთი რეალური ბერკეტი თუ ვინმეზე გააჩნიათ, არის ივანიშვილი, რომლის ფინანსების დიდი ნაწილი პირდაპირ იქა აქვთ. ამიტომ პირდაპირ ჩამოაყალიბა ივანიშვილმა, რომ თქვენ გინდათ ისეთ ურთიერთობაში შემოხვიდეთ, ჩემთან იმიტომ გინდათ პირდაპირ ლაპარაკი, რომ ფინანსური ინტერესები ივანიშვილის მძევლად აყვანადი იყოს ამ მე მოწყვლადი ვარ ამ ნაწილში და ამ დიალოგში არ ივანიშვილი ცდილობს არ შევიდეს და უთხრას რომ თუ გინდათ ელაპარაკეთ მხოლოდ ხელისუფლებას და რა ბერკეტებით მათზეა დაყენებადი ანუ აღიარეთ ის რომ ესენი არის მართველი რგოლი და თუ დაასანქცირება ესენი ასანქცირეთ თუ რაღაცა დამეგობრება ამათ ემეგობრეთ და ამათთან კონდეთ ზემოქმედების ბერკეტების გამოყენების ცდილობაც და დალაგების ცდილობაც იმ სივრცეში რა სივრცეში ესენი არსებობენ ხელისუფლების დანარჩენი ნაწილი რეალური ნაწილი და ეგ ეხლა ივანიშვილის პირდაპირ ჩამოყალიბებული ლოგიკური ცდილობა იმიტომ რომ მართლა თუ რამით მოწყვლადია გარედან ქვეყანა ზეწოლის თვალსაზრისით არის მოწყვლადი ხა რაღაც მინისტრის მოადგილეს არ ვიცი რომელიღაცა ძალოვან სტრუქტურაში რომელიც ბევრად დიდი ფინანსური შესაძლებლობების შეიძინა მთავრობაში აი რა უნდა დაასანქცირო ხლა ისეთი რომ მაგ თანამდებობაზე რო არ ყოფილიყო რაც ექნებოდა იმას ნაკლები რა უხდეს ხო ვერ დაასანქცირეთ მასე ამიტომ მის ხალხი წამსვლელი არის იცის ეხლა შეიძლება საშუალო რგოლი არ იყოს წამსვლელი რაღაცეებს თორე ზედა ვინც ხეირობს ეგ რგოლი წამსვლელი და უბრალოდ მან კითხვა იმაშია ამერიკა რომელმაც უარი განაცხადა ივანიშვილის გარდა სხვასთან ლაპარაკზე ეგ რასეუბნება რა პასუხია რომ მასე არ ვილაპარაკებ რომ ზეწოლის ბერკეტები არ ხონდეს კონკრეტული ან მასე ვაპირებ ლაპარაკს რომ კონკრეტული ზეწოლის ბერკეტები ან პერიფრაზი შეიძლება გაკეთოს რომ ჩვენს შორის დალაგება შეუძლებელია თუ პირადად ბიძინასთან არ მოხდება რაღაცა პირადულზე შეთანხმება. ჩვენ შორის დალაგება შეუძლებელია თუ ბიძინა იქნება თუ ბიძინას მაგივრად ზუსტად იგივე მდგომარეობაში სხვა რო წარმოვიდგინოთ. ვინც გინდა იყოს, ვისე ზემოქმედების ბერკეტების ხელში არ მიჭირავს კონკრეტულად არ ვიცი რომ აი მას ახლა 2 მილიარდს წავართმე. აი ამის ქონება 2 მილიარდი ჩემი გახდება, ხო? აი ასეთი ზემოქმედების ბერკეტები თუ არა მაქვს, ეგ დალაგება არ არის.